გადავიდეთ პირდაპირ პოლიტიკურ საკითხზე. ბოლო 2 დღე არის განხილვის თემად იქცა ლელოსის განცხადება, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში იყო, რომ შესაძლებელია ვიხილოთ ლელო თვითმმართველობის არჩევნებზე. რას იტყვით თქვენ, რას შეფასება შეგიძლიათ გააკეთოთ? თუ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც რუსთაველის გამზირზეც დგას, აი ამ საპროტესტო აქციებშიც იყო ჩართული, რომ ხვალ ვიხილოთ ადგილობრივ არჩევნებზე. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვხვდები დაახლოებით დღეს განსაკუთრებით რატომაც მომიწევთ, თქვენ გადაცემაში მაქვს ზუსტად ნათქვამი, რომ იკეკლუცებენ მეთქი და აი 2 თვე რო იქნება დარჩენილი, მე იტყვიან, რომ შევდივართ. შევდივართ თუ ანუ გავალთ არჩევნებზე? მაბატეთ, გავალთ არჩევნებზე, ამას იტყვიან. იცით რა, აკრძალული კი არ არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუ უნდათ და თუ უნდათ, იმის თავი უნდა ჰქონდეთ, უხეშად არ მინდა ვთქვა, პოლიტიკურად თავი უნდა ჰქონდეთ, რომ ეს ხალხს უთხრან. გახარია, რომელსაც ხალხმა თვალთხარია შეერქვა და მე არ მესიმპათიურობა მთელი რიგი ამბების გამო, იმიტომ რომ არ მიმაჩნია საერთოდ ოპოზიციონერად, ამ საკითხში შედარებით, ლელოსთან შედარებით, უფრო ღიად მოიქცა, მან თქვა, რომ კი მე ვაპირებ მიღებასო. მონაწილეობის მიღებას. ნუ ერთმანეთს ჯობნიან უკვე ესენი. და აქ არის აი ესეთი თვალთმაქცობა, რომლისთვისაც ხალხი ანუ აქვე რო დავაზუსტოთ, შეიძლება უხერხული ასე დავაზუსტოთ, ანუ გამოდის რომ ძველი და ახალი, ძველი ნაცები, ანუ ნაციონალური მოძრაობა ხომ ერთი პარტიიდან წამოვიდა, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, ესე გამოდის. მე რამდენჯერ გითხარით, ნაციონალურ მოძრაობას ძალიან მხოლოდ ნაციონალურ არ მოწონთ არიან ერთთან ბაშ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან თანმიმდევრული და კეთილსინდისიერი ამორჩეველი ყავს. მერწმუნეთ, ნუ ვიცნობთ, რამდენჯერ მithქვამს თქვენთან ეთერში. ძალიან პატიოსანი ამორჩეველი ყავს. ახლა იცით, ძალიან მედასავლეთები არიან და ზუსტად იციან რატომ არიან ისინი ამ ბავში. მე ემიგრაციას ვიცნობ და აი ეს საინტერესო ხალხია ძალიან უანგაროდ არიან ამ პოზიციაზე. ხვდებით რას ვამბობ და აქ რაღაცა ეს უღლუტობებია. მე იმიტომ თქვი განა ვერ ჩოდი ხარ ამოჩემებულივით კი არ ამღავს კაცო ისე გამომდის ხოლმე, მაგრამ ეს ოლიგარქატი რაღაცნაირად არ გაამართლა ოლიგარქიულმა მმართველობამ არც ივანიშვილთან და ახლა ეს პატარა ოლიგარქი გამოგვეცხადა ეს ხაზარაძის სახით და არ არის კარგი, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია ის რომ ილუსტრაცია ხდება. და შემდეგ ამ ხელისუფლებაში როგორ უნდა მოხვიდეთ ოპოზიცია მაშინ თუ ამ ხელა ვთქვათ დარტყმებია შიგნით ოპოზიციაში, როგორ უნდა გენდოთ ხალხი, გუშინ ხედავდით ყველას ერთად, არა, დავაზუსტოთ, მოდი კითხოთ აკოლა, გუშინ ხედავდათ მთელ ოპოზიციას რომ არიქა არჩევნები გაყავდა, არიქა პარლამენტში არ შევდივართ, არიქა არაფერს არ ვცნობთ და დღეს ვისმენთ უკვე რომ შეიძლება მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. ამაში ეს ილუსტრაცია მიდის. ილუსტრაცია, შემდეგ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციას განწყობილმა პოლიტიკურ არენაზე ლელო რო არ იყო და გახარია რო არ იყო, საქართველოს არ სუნთქავდა. თუ რა ხდება? ანუ რა გამოდის, რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობა უნდა იქციო? ჩვეულებრივად. და ნაციონალური მოძრაობა მოვაწემოთ. მოძრაობიდან, კაცო, ოცნებაში როა. არა, მე რაც გეუბნებით, საკუთარ თქვენ შუდად მიგიგებთ. ანუ ნაციონალური ეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი წავა და სხვა პარტია არჩება ფაქტიურად. გახარიაზე ამბობ. ერთ მეორეზე ამოვთვლელოზე, დიახ. დაკარგავენ ისინი ამორჩევას, მე ესე ვხედა ყოველს. დაიბრუნებს ნაციონალები რაღაცა ნაწილი აუჩებათ, რაღაცა ნაწილი შეიძლება დარჩეთ მათ ამორჩევლისა. მე არა ვარ დარწმუნებული რომ არ დარჩება რაღაც ნაწილი, მაგრამ მეტი წილი მე მგონია რომ აი ამ ილუსტრაციას შეეწირება ეს წესით დარიგით.